რაღაცაზე უნდა გელაპარაკო. ხო და ოღონდ საიდან დავიწყო არ ვიცი. ვიცი ახლა რაც უნდა მელაპარაკო, დაახლოებით ხვდები რა. აბა რას ხვდები. იცი რა არის? ესე იგი, დიდი ხანია კი ვფიქრობდი, მაგრამ აი მე პრაქტიკულადაც რო ეს განხორციელდა, მოკლედ მე გადავწყვიტე, რომ ის არის რა ქვია, შეიძლება ძირგამომთხრელი ამბავია, მაგრამ ნუ აი დიდი ხანია ამას ვფიქრობ და შენს გონი ამას მიანიშნებდი ხოლმე, ხო, ხანდახანდა. აბა რა დუყო. ნუ ის არის რა ქვია. რას მივხვდი, იცი? აი აქ ხო ახლა ფაქტია უფრო პოპულარულია ვიდრე მე, ხო? აი ისე ობიექტურად ვილაპარაკოთ, ხო? კი, არის. ხო, ნუ კი, კაი, საყვარელი კაცია და ხალხს უყვარს, მაგრამ მეორე ძირითადი მიზეზი აქვს ამას მივხვდი რა. გესმის, ნუ ახლა ჩვენი ურთიერთობა იძლევა იმის საფუძველს, რომ ამაზე ვილაპარაკოთ. ადრე როა გადაცემა, ჩემი გადაცემა არის ძალიან გვიან რა. 11-ის ნახევარზე იწყება, თან ზუსტად არასდროს არ იწყება, 1-5 წუთის ვაგვიანებ და ვიღა უყურებს მე კიდე რაღაცა ხალხი კიდე ქუჩაში რომ ცნობს კიდე რაღაცა ესა. ხო და აი აქ რო იყო წასული რამდენიმე დღე და ადამიანურ დროს რო ვიყავი ეთერში, ის იყო რა. აი ეგრევე რეაქციას მივხვდი ქუჩაში დავდიოდი ხალხი რაც ვილაპარაკე მეონებოდა რაღაცა და რაღაცნაირად ხო არ მოგვეფიქრებინა რომ რაღაცა ერთი ბლოკი მოდაუყო. შენ რა გინდა რომ აქუს ადგილზე ჩაჯდე თუ სულ ამოვაგდოთ აქუ? ისე მე კი ვფიქრობ რომ სულ ამოვაგდოთ მაგის გადაცემა. ხო და აი ამის თქმა მიტყდებოდა გესმის, აი მაგრად მიტყდებოდა. არა, მე ვერ ვეუბნები რა. შენი ქმარია ეხა დირექტორი თან შენ ხარ ხო და თან ამდენი წელია ეთერშია და ხო იცი რომ აუ არა რა ვერ ვეტყვი რა. რამე რო გაუჩალიჩოთ. ხო იცი რომ თუ ავათ არ არის ისე ეთერში ისუ რა და ერთადერთი ვარიანტი ახლა ზამთარი რო იყოს მამენ პლიტას გამოვურთავდით და რაღაცა ცოტა გაცივდებოდა და კონდიციონერი რო უფრო სიცივეზე ჩავრთოთ. ბიჭო არა მიხვდება და რაღაც იცი რა შეიძლება პროცესი კვაზნიაკი ისეთი რამეა რომ ვერ მიხვდება ეგრევე რა და მე უკვე რო ცუდად გახდება ხო რაღაცა და ის კარი აი კარი ლუკას უნდა ვთხოვოთ ჩვენ რომ კარები დატოვოს ღია და კვაზნიაკი პროსტა მაშინ უნდა გადმოვიბიროთ ლუკა რა. იცი რა შეიძლება კიდე პროსტა ადრე ხო იყო რომ აი აქ ძინავს ესა ის ამბობთ ძალიან ფხიზლად არის რა დაჟე აღარ გადაობენ სხვათა შორის მეც აღარ წამოწოლილია აღარ ძინავს რა უნდა გავაკეთოთ ახლა იცი კუწუწა არის მაქუს დაქალი ხო იცი არა დიდი ხანია ერთად მუშაობენ და მაგას ვერ გადმოვიბიროთ უნდა გადმოვიბიროთ რა რაღაცა ჩაიში ცოტა ჩაუყაროს ხოლმე ადრე უყრიდა ადრე უყრიდა გაიგე ხო და ახლა აღარ უყრის ხო და იმიტოა ეგრე ფხიზლად დაჟე შოუები აღარ кайფობენ რა ხო ეს წელგამართული ზის პიონერივით და იმაში რაღაცა ხოძეა მოსული და რაღაც და რას უყრიდა ადრე კუწუწამ უნდა მოადუნოს მე ლუკამ კარები ღია უნდა დატოვოს აი ეს კარიც ხო იღება აქ რაღაც წემნი კარი როა და ლუკამ ამოქოლილი მაგრამ წემნად შეიძლება ონს კაი ლუკაზე მეც ვიმუშავებ ის მინე როგორ უნდა მოხდეს ეგ იცი რომ არჩე 1-3 დღე ცუდად გახდება შენ დაჯდები მე რაღაცა საქმე შევაჩვიოთ ხალხი ხო და თანდათან ეთერიდან მოვტეხოთ თანდათან მოვტეხოთ რა ხო მეც მინდა რომ შენ ჩაი ამ სკვაზნიაკით რაღაცა ხო და ისიც გავიგოთ რას უყრიდა და და ვაფშე პლიტა გამოვურთო ის პლიტა უნდა გამოვურთო ხო იმიტომ რომ არც ცივდებოდა მთელი ზამთარი არ გაცივებულა რა ის პლიტა რომ იმაშობოდა და მე შეიძლება რაღაც ოღონდ ეს არ უნდა გაგვიბაზრდეს ახლა აქ ხო არ რამე ხო არ აყენიან რაღაცა არ ვიცი ლუკას და წას უთხრათ პირდაპირ არა ნელ-ნელა უნდა დამუშავება რა მაგათ რა აი მე პრინციპში ხო თან ოღონდ აქ ხო არის ვანო და ბიჭრები და ვიღაცები ხო არ იწერენ აქ ახლა სოდი კუდი რა მაგათ პირიქით გაუსწორდებათ ახლა ჩვენ თუ აპლუს მოვტეხოთ ხო მამეტეკ არის ხო რა პროსტა ამის თქმა ძალიან მიტყდებოდა გაიგე ხო და აი კაია რომ შენც მაგ აზრზე ყოფილ ხარ